ამათ გაიქცა ეს ბიჭუნა, რომელმაც ასე ვთქვათ, ჩემი აზრით და თვალსაზრისით გამოხატა სურვილი, რომ ამ ქალბატონთან ისევე დაბრუნებულიყო ამ სახლში და ეს სწავლა ის პროცესი, რაზეც ვართ ამბობდა. ჩვენ დავხატოთ ეს ბიჭი, რომ ბრუნდება სახლში. ერთხელ უნდა დავხატოთ. ხო, დავხატოთ. მე დავხატოთ. თუ გინდა დავხატოთ, ახლა ეს ბიჭი რომ დავხატოთ მე და შენ. კაი, დავხატოთ. მე ჩვენი ჯერია. ხო, ახლა დავხატოთ ჩვენ ბიჭუნა დავხატოთ. აი გზას გაგით გზას უნდა ჯერის დავხატოთ ეს ბიჭუნა. რომელიც ბრუნდება სახლში, ხო? სახლში. ხო. აი ესე დავუკეთოთ ეს. მოადუნა ხალე იყო ძალიან კარგად. და ეს ბიჭი ბრუნდება სახლში, აი ამ მუხუცთან, რომ ისევ გააგრძელოს სწავლა. ხო? და ეს გზა დავუხატოთ ახლა. აი ესე დაბრუნდა ისევ სახლში, მეორე ეტაპი ესე. გზა და აი აქ ბრუნდება. აი სახლში მოსასვლელი გზაც. და აი ესე. ხო. ეხა ამის მერე ბოლოს ესე ეს ბიჭი რომ წაიყვანეს რა გადაწყვიტა რა გაეკეთებინა დამოპარვა უკან დამოპარული იყო და მე რა გააკეთა რომ გაიპარა ვასწავლებელ ბოდიში რა საფქია რატო გიხდიო ბოდიშსა და რას გთხოვო იმიტომ რომ ისარათია იმიტომ დიხდი ბოდიშსა და იმიტომ დიხდი ბოდიშს რომ მე დავაშავე შენთანო და დააშავა არ უჯერებდა არ უჯერებდა მასწავლებელს მასწავლებელი და რას გთხოვა მე გთხოვა რომ ისარათია ნაპატიება ხო შენ ცოტა გიხმარობა რა ბიჭი რომ მივიდა მე მასწავლებელთან უკან სასახლიდან ხო გაიპარა ბიჭი ხო მე ესე იგი იმდენად თუნდოდა ეს სწავლა ხო რომ უკან ეს თქო გაიქცა ტყეში შევიდა ღამე ტყეში შევიდა გაიქცა ხო და შევიდა და მე ნახა ვინ ნახა მასწავლებელი და რა უთხრა მასწავლებელს მე აქ მინდა რო ისე ბოდიშ გიხდია და ეხლა თხოვო რომ მასწავლებლო ხო ყველაფერს მიზადარო ყველაფერს დაგიჯერებ ხო კარგი და დავხატოთ ეხლა ეს უკარო დაბრუნდა და მასწავლებელს რო თხოვოს რომ მასწავლე ისეო კარგი დიახ კარგი აბა ეს ბიჭი ეხლა დავხატოთ უკან მასწავლებელთან რომ მივიდა აი ესე გამოიპარა ხედავ ეს ხო აი ეს არის ხო ეს ბიჭი უკან მიდის ხო და აი აქ სადღაც შეხვდეს მოდი და ეგ დავხატოთ ხო და მასწავლებელი დავხატოთ მიდი ბავშვი დახატე და მასწავლებელი ცოტა დიდი და ბავშვი ცოტა პატარა ეგ ვინ არის მასწავლებელი ნატა რა კარგად ხატა რა მაგარი ხარ გოგო მე უფრო მანდალა დამომდიშრო ეს არ მასწავლებელი ახლა მახშტა ხო და მივიდა და დაუჩოქა ხო რომ ბოდიშს მიდი ხატე დაჩოქილი ნახატე მიდი ახლა ეს ბიჭი დაჩოქილის დახატვა შეგიძლია კი რა მაგარია ესე დამასტამაკ ეგრე დაჩოქილი ხო დაუჩოქა აი ფეხები უკან მაჩვენია ცოტა ხუდან გადავიღო დაჩოქილი როგორი დახატე დაჩოქილი ნახე რა მაგარია და ბოლოს მასწავლებელი რას ეტყვის რას ფიქრობთ რას ეტყვის მასწავლებელი ეს რა მე არ მინდაო და მას და მე არ მინდაო მარტო წავიდეო და მარტო მინდა რომ ვიყავო შენთან ერთად მინდა რომ მასწავლებელი აპატიებს რა ხარ აპატიებს მასწავლებელი არა რატო არ აპატიებს მე ფიქრობ რომ აპატიებს აჰა
და მე რა მოხდება, როგორ დამთავრდება ეს ამბავი? გააგრძელებს სწავლას ეს ბიჭი? კი და მე დაბრუნდება სასახლეში და მე ვარჩი და დაამთავრებს სწავლას ჯერ? და დაამთავრებს და მე მოვა სასახლეში. და როგორი მეფე იქნება? მაგარი ვიდრე მამამისი და დედამისი და მასე ფიქრობ ნატა მამამისი და დედამისი კარგი იქნება. მოვეს იქ მასწავლმა დაუტოვეთ სრულწლოვანი სპეციალურად, იმიტომ რომ მიმხდარი იყო თავის დანაშაულს უფლისწული. და ბიბლიოთეკაში გავუშვათ უფლისწული თუ გაიქცეს საერთოდ და მიატოვოს სწავლაც მასწავლებელისა თავისი სასახლეც. თუ ჯობია რომ ბიბლიოთეკაში გავუშვათ და იქ რომ მიიღოს თავისი განათლება, რაც ფიქრობთ ახლა? ანუ ვახოსაც არ უნდა რომ რა მაგას გაიქცეს ეს მეფე და რომ ტყეში რომ დაიკარგეს და რაღაც არ თქოს ვახოს ფიქრობს რომ გავუშვათ ბიბლიოთეკაში. მაგრამ ბიბლიოთეკაში შევა და თან შეშინებულია უკვე აღარ უნდა რომ სახლში გავუშვან. და მასწავლებელი ჯერ შეუშვათ თუ როგორ ვქნათ. აქ რა დავხატოთ ახლა რას ფიქრობ შე? მახსამი. თამუნაში როგორ ფიქრობ? მასწავლებელი ეგრევე შევიდეს ბიბლიოთეკაში თუ რამოდენიმე დღე მოიცადოს უკეთ რამოდენიმე დღე მოიცადოს და ანუ მარტო დატოვოს ხო უფლისწული? კი, თვითონაც განიცდის რა თვითონ შეისწავლის. კაცრად დაძგება და ანუ უფრო გაიაზრებს თავის შესწავლას, ხო? ხო. და მანუ აქ მაშინ ისე მოვყვეთ, რომ მე შემოდის რამოდენიმე დღის მერე ეს მასწავლებელი და აღარ გვინდა ხო დახატო, მაგრამ მოყოლის დროს მოვყვეთ. თავარია რომ ავსახოთ, რომ ბიბლიოთეკაში წავიდა უფლისწული. და მიიღო განათლება და მის შემდეგ უკვე როგორც ვახონ დახატა სასახლეში დავაბრუნე ხო გამეფებული პრინცი. და ის განათლება რაც მიიღოს უკვე მოახმაროს თავის ქვეყანას. როგორ ფიქრობ შენ თამუნა? რამე ხო არ დავამატოთ კიდე? თუ უფრო კარგად იყოს ფოტოებში ასახული ის, რასაც უყვებით. კარგად არის და რაღაც გამიყურება ყველაფერს და ახლა ბიჭმა არ ვიცი. ანუ ხო ეს არის ჩვენი უფლისწული, რომელიც მიდის ბიბლიოთეკისკენ და აქ არის. ბიბლიოთეკაში რომ მიდის ბიჭი მოინდომა ამ ბიჭმა ბიბლიოთეკაში შევიდა და დაიწყო სწავლა. ხო. რა უფრო იფიქრა რომ შემში სასიამოვნო იქნება და ოჯახი ჯობლებისთვის და თავის სახელმწიფოს ჩაუდგეს შემდეგ სათავეში.